თითქმის 4 საათი მიმდინარეობდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც მამუკა ყურაშვილს უსმენდნენ. კითხვები დაისვა აგვისტოს ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის 1 აგვისტოდან 8 აგვისტოს ქრონოლოგიაზე. კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის საკითხს სხდომაზე მძიმე საუბარი მოჰყვა. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ეხებოდა მამუკა ყურაშვილის ცნობილ განცხადებას 7 აგვისტოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით. 7 აგვისტოს როდის დგება ის მომენტი, როდესაც თქვენ გიცვლიან ფუნქციას და ვინ შეგიცვალოთ ეს ფუნქცია? გენერალი გოგავასგან უშუალოდ დამებარეს და მითხრეს. მაგიტომ დაგიბარათ მიშამ მიხეილ სააკაშვილმა გორში რომ ესე თქვა? მიხეილ სააკაშვილი აშუაში ესე. ხო და არა ვკითხულობ. არა. ვიკითხე. არაფერი არ ყოფილა. სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი უცბად 7 აგვისტოს რაღაცა დროს აღარ იყავით. თქვენ დაინიშნეთ პასუხისმგებელ პირად ცენტრალურ მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობდა ცხინვალს. შევითავსე ფაქტიურად. როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ ცხინვალმა დაიწყო ევაკუაცია? 1 აგვისტოს. ანუ 1 აგვისტოს თქვენ უკვე იცოდით, რომ იქ ხალხის ევაკუაცია ხდებოდა. ტელევიზიიდან გავიგე, იმიტომ რომ თათბირი არ მოუწევიათ, არ დაუსვიათ ეს ამოცანა, ის რაც ჩვენთვის რაც მათთვის შეიძლება და ჩვენთვის არ შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანი არის 3 აგვისტო, რომელზეც არის მონიტორინგის დასკვნა, რომ გამოყენებულია ტანკი. როდესაც თქვენ კულახმეტოვმა სარდალმა არ მოგისამძიმრათ. თქვენ თვითონვე თქვით, რომ უკვე მიხვდი, რომ მარტო ვარ. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მსხვერპლის ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის? გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის ყურში. როდის გადაეცით პირველად, რომ ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, არ არის აქ კარგად საქმე. რას ქვია გადასარჩენი? ხავდო ბოლო წამოვდეთ, ცდილობდით, რომ აგვეცილებინა კოფრი. რას ქვია გადასარჩენი? არა, ნახეთ, რას გეკითხებით? რა გინდათ ბოლო რა გეკითხებით? რა მინდა ბოლო ვერ გავიგე. ესე ბოლო რა გინდა? ევაკუაციას იწყებს ვინც? ცოტა იმასკენი ევაკუაციას ვინც არავინ საქართველოს გასაგებია როცა გააკეთეთ მოხსენება თუ პატაკი და მიმართეთ რომ ასეთი მდგომარეობა მოწინააღმდეგე მხარე გაყავს ხალხი ანუ საგანგაშო ვითარებაა თქვენ იცხოვთ და ვალდებულიც იყავით რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები ანუ იქიდან მაშინ უნდა გითხრათ რომ არავითარი პასუხი არ მქონია და მითხრეს რომ ეგ არ არის ჩემი საქმე იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე თან გქონდათ. მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ. გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი. მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. წოების ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ მოდით ეხლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს პირველ რიგში. გასაგებია და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებთ, სადაც თქვენ ამბობთ. დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე. აი დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე. გაგაინტერესოთ გეკითხეთ. და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. გისმენთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ბოდის უხდი საზოგადოებას. ესე იგი თქვენ 1 აგვისტოს უკვე ხედავთ, რომ ევაკუაციას მეორე მხარე ახორციელებს. თქვენვე ბრძანეთ, რომ 3 აგვისტოს უკვე იყო ინციდენტები და ცეცხლიც, ეს თქვენი სიტყვებია. და 6 აგვისტოს ყველას ერთად გვემართება ის უბედურება, რომ 2 ქართველი ჯარისკაცი არის დაღუპული საგუშაგოზე. თქვენ გადაეცით თქვენი პირდაპირი მოვალეობა, ეს ვიცით და თქვენს დაგვიდასტურეთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაზე იზრუნოთ და ვინაიდან ეს თქვენი მოვალეობაა, თქვენ გენერალურ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს გენერალ გუგავას გადაეცით, რომ დაძაბულია ვითარება და ვიზრუნოთ მოქალაქეების ევაკუაციაზეო თუ რაზეო. 1 აგვისტოდან ვეუბნები, რომ იზაბება ურთულესი სიტუაცია აქვს მოსახლეობას,
ნიქოში უკვე სახლები იწვის, მონიტორინგის დასკვნების იგზავნება ქალბატონთია და ამ შემთხვევაში უკვე ის არის მოხსენებით რეჟიმში ვარ. მისი მხრიდან არის პასუხი, რომ ყველაფერი გააკეთე, რომ დაშოშმინდეს, ჩასხრეს. მე გეკითხებით სხვა რაღაცას. თქვენ სამოქალაქო მოსახლეობაზე აქ იგულისხმება ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფელში. თქვენ ამ ხალხზე იქონიეთ თუ არა საუბარი ვინმესთან? გენერალ გოგოვასთან. შვიდში. მას მერე რაც დატოვეთ სააკავშირო. პირველში, მან აქ რომ შემობძანით მოგცათ უფლება ყველაფერი მე დამაბრალეო თუ როგორ ხდება? არა, რას ქვია დამაბრალე? ესე იგი, ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები. ბატონო, მომაბას თავარსარდალს რო შეხვდით უკვე თქვენ შვიდში ხდებით და არეუნებით ამას რომ მოსახლეობას მას არ უზიარებთ პირდაპირ გაერთიანებულ შტაბს მიაწოდეთ ინფორმაცია. უშუალოდ როცა ვნახე მოხსენება გაუკეთეთ, დავხვდი დავიძარით მე უკვე ქალბატონთია მას სხვა როგორი ნაბიჯები დადიოდა. ეს კაცი ჩამოვიდა პიარისთვის იქ თქვენ არ ვერ მოახერხეთ სააკაშვილთან საუბარი, მაგრამ რომ მოეცა ამის საშუალება თქვენ რის მოსახსენებლად იყავით მასთან მისული? ალბათ ადარიგი რომ დაგვიჭირა. რისთვის? ამ სიტუაციას ასა თქვენ გულისხმობთ. აკრძალულია სამხედრო წესით, რომ თქვენ გამოიჩინოთ ინიციატივა და რა თქმა უნდა არ არის აკრძალული, მაგრამ ამ ქონია მაგის შესაძლებლობა. მოგვიყევით ეს. ძალიან ისეთი სიტუაცია კადრებში ჩანს მათ, რომ აი ვერც მე არ ჩამა საერთოდ ისეთი არ ვიცი, ექიმები, ადგილობრივი ჩინოვნიკები, აი რაღაც ჯგუფი დატრია. ანუ თქვენ გქონდათ თუ არა განცდა, რომ თქვენი იქ ყოფნა სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებდა? თუ რატო არ აინტერესებდა, ამას ჩვენ მე შევაფასებთ. არა, ეგეთი განცდა არ მქონდა, რომ ჩემი ყოფნა იქ საერთოდ არ აინტერესებდა, რას ქვია. მაგრამ გქონდათ? გქონდა განცდა იმისი, რომ უფრო მეტი დრო რომ გამონჩენოდა, ეს უკმაყოფილების ის გქონდა. დაგრჩათ უკმაყოფილების განცდა. ამის შესახებ თუ შეატყობინეთ იმას, ვინც როგორც თქვენ ამბობთ, ბრძანება მოგცათ, რომ დახვდი უმაღლეს მთავარსარდალს. არა, არ მithქვია. რატომ? იმიტომ სხვა საზრუნავი მქონდა მაშინ. იმ წუთში გადამივიდა, რაღაც სხვა გამოწვევები იყო, სადაც გადაგივარდათ გონებიდან და სხვა გამოწვევები იყო. რა გამოწვევები იყო, რამაც მოქალაქეებზე ზრუნვა გადაიყვანა მეორე პლანზე? მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად, იმიტომ რომ კიდე სროლები იყო და კიდე დავიძარი წავედი იქითკენ. საომარი ოპერაციები როდის დაიწყო? 7-დან 8 ღამეს. თქვენ ინტერვიუ მაქვს წინ 2013 წლის 4 ივლისს მიცემული. საომარი ოპერაციები 1 აგვისტოდან დაიწყო. რას გულისხმობთ? დაზაბულობებს რას თქვი, რომელიც უჩვეულე იყო. და ამაზე მნიშვნელოვანი რამე გქონდათ, რომ ეს გეთქვათ ან შტაბის უფროსისთვის, რომ ეს ახლა უკანა ოთახში გელოდებათ, ან მთავარსარდლისთვის ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არსებობდა, რომ საომარი ოპერაციები პირველში დაწყებული თქვენ ამბობთ. ადამიანები კვდებიან და თქვენ ისე გახვედით, რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი საქმე იყო? მოხსენებები გაგზავნილი მაგასთან დაკავშირებით. მოხსენება უნდა გააკეთოთ აქაც საგამოძიებო კომისია და გითხარით რა იყო ამაზე მნიშვნელოვანი საქმე. გაგზავნილი მაქვს მოხსენებები აბსოლუტურად ყველა რეაგირება. რა გიწერიათ იმ მოხსენებებში მაშინ მითხარით? თვითონ გამოსროლა, თვითონ მონიტორინგის დასკვნა, რომელიც შეიქმნა OBS-ის დასკვნები გადაგზავნილი იყო. ვაყენებდი შტაბის საქმის კურსში. მთავარსარდალი იქ არის, გენერალური შტაბის უფროსი იქ არის, რომელიც ახლა უკანა ოთახში გელოდებათ და თქვენ ამბობთ, იცით რომ 1 აგვისტოს საომარი ოპერაციები, თქვენი სიტყვები, საომარი ოპერაციები უკვე დაწყებულია. მსხვერპლი გვაქვს და ამას არ ახსენებთ. გუშინ ბატონი გოგავა გვეუბნებოდა, რომ 7-მდე ჩვენო წარმოდგენა არ გქონდა, რომ რამე საფრთხე არსებობდა, შეიძლება ომი დაწყებულიყო. ამ დროს თქვენ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ვინც უნდა იყოთ იქ ადგილზე, ამბობთ, რომ პირველში უკვე დაწყებული იყო საომარი ოპერაციები და ასეთი აცდენა როგორ შეიძლება იყოს შტაბის უფროს, მთავარსარდალსა და თქვენს შორის რომელიც ადგილზე ხარ. ეს იყო ყოველდღიური რუტინა ჩემი იქ რაც ხდებოდა, მარტო 1 აგვისტო არ იყო ბატონო სუდარი, იქ იყო მანამდე სროლები, ძალიან ხშირი იყო სროლები. ნუ ოპერაციები ჩემი ყოველდღიური საომარი ოპერაციები ყოფილა დაწყებული 1 აგვისტო იმათი მხრიდან იყო დაწყებული, სწავლება ჩაატარეს და ჩანდა ტელევიზორში. მოსაგებია და ამას არ ახსენებთ მეთქი, ამას გეუბნებით რომ იმას დაიწყეს უშუალო უფროს ვახსენებდი, როცა იზაბებოდა სიტუაცია ყოველდღიური წესით ვაკეთებდი მოხსენებას. ევაკუაცია ადამიანების უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები? დაზარალდებოდა, მაგრამ დახუცილები არიან ხეობაში, იქით არის, აი ცხინვალის იქით არის, გესმით, აი თამარაშენი ქურთა აჩაბეთი და იქ არის ერთი სასიცოცხლო გზა, ეს არის წვერიახოზე. მესმის, მაგრამ კითხვა არის ესეთი.
ხალხის ევაკუაცია და ნაკლები იქნებოდა. ხო ლოგიკურია ეს. თუ იმ მხარეს სამხრივი ფორმატი არ დაჭირდა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატო დავისაჭიროეთ სამხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად სპონტანურად მოიფიქრეთ. ორგანიზებული გამოსვლა ჩაგეტარებინა ამის საშუალებას არ მოგცემდნენ და ეს იქნებოდა როგორც ომის დაწყება, ისე აქმული და ამ სიტუაციაში ეს პასუხი თქვენ ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ ითქვა? ეს იმ რეალობიდან გამომდინარე იყო, ერთი თანათავმჯდომარეები ჭირდება ყველა გადაწყვეტილება, საგუშაგო. სხვა რაღაცა გითხეთ, ბანო მამუკა, ეს თქვენ ახლა მოიფიქრეთ ეს პასუხი თუ მაშინ ეს იყო პასუხი, რატომ არ მოხდებოდა ევაკუაცია? შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მოეწვიათ თემურ იაკობაშვილი, უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში, შიგ-ცხინვალში და ჩაენიშნა აუცილებლად. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ახლა მოიფიქრეთ? კითხვაზე გცემთ პასუხს. ხო და ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ იყო განხილვა? განხილვა არ ყოფილა, შემთხვევისთან უნდა გამეხილვა. ეს თქვენი აზრია. დიახ. რომელიც ახლა მოიფიქრეთ. ახლა მოიფიქრეთ. ახლა მოიფიქრეთ. იაკობაშვილი ხშირად დადიოდა იქ? არა. ანუ არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომლის მოვალეობა იყო, რომ იქ ყოფილიყო დღე და ღამე, ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში. თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები SKK, ISKK და არავითარი SKK არ იქნებაოდა. რამდენი დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება? ბატონო? კატასტროფული დამაზიანებელი. 7 თვის განმავლობაში ადამიანი ჩავიდა ერთხელ კონფლიქტის ზონაში და გააკეთა განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად ცელი გამოუსვა ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს. თუნდაც თითო საათს, ნახევარ დღეს და ერთ დღეს იმხელა მნიშვნელობა ქონდა სიცოცხლების გადასარჩენად, რომ ძალიან დასანანია ის, რომ თქვენ თავს არ მიეცით უფლება და უმაღლეს მთავარსარდალს გასაგებია, რომ თქვენ სამხრეებსა ბრძანდებოდით შვიდში თათბირზე, სადაც იყო კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ზაზა გოგავა, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელი და სხვა სამხედრო პირები, მეთაურები, სარდლები. და იქ წარმოდგენილი იყო გეგმა, სამხედრო გეგმა, ასეთი გეგმის თაობაზე მოხსენდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და იქ ითქვა, რომ ეს სამხედროების მიერ შემუშავებული სამხედრო თვალსაზრისით გამართული გეგმა ვერ იქნებოდა განხორციელებული და პირიქით სამხედრო ძალები უნდა დახმარებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საომარი მოქმედებების წარმოებაში და რომ თქვენ სწორედ ამ თათბირზე ჩაგაბარეს, ციტირებ, ცხინვალის მიმართულება. რა თათბირი იყო ეს და სად შედგა? უზნაძის ქუჩაზე იყო. სამხედროები მზად იყვნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დანაკარგების შეზღუდვის სამოქალაქო საზოგადოების მოსახლეების გადარჩენის და ამ სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაცვით მათ ჰქონდათ გარკვეული გეგმა. ეს გეგმა წარმოდგენილი იყო იმ თათბირზე, სადაც თქვენ ადასტურებთ, რომ ესწრებოდით თავდაცვის სამინისტროში უზნაძის ქუჩაზე 7-ში. ეს არის გორში სანამ ჰოსპიტალში დახვდებით უმაღლეს მთავარსარდალს მანამდე? მე. ვინ დაგირეკათ წამოდი თბილისშიო? გენერალ შტაბის უფროსი. ბატონმა ზაზამ დაგირეკათ და მიხვედით უზნაძის ქუჩაზე. იყო გაეთ გენერალ შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი მე ვიცნახ. შალვა ჯანაშვილი მოადგილე? შალვა ჯანაშვილს ვერ გეტყვით, ესე არ ვიცი, მე მალე წავედი მაქედან. მე შეიძლება იყო არ ვიცი. მალე არ წასულხართ მაქედან, თქვენ თათბირის ბოლოს შეგიცვალეს ფუნქცია, ამიტომ თქვენ თელ თათბირს ესწრებოდით, ამაზე შევთანხმდით. გამოვა რომ მე უკეთ ვიცი თქვენ სად იყავით. შალვა არ შეიძლება იყო არ ვიცი. ვერ გეტყვით. იცნობთ სახეზე ამ კაცს კარგად? კი, როგორ არ ვიცნობ სახეზე. და რა ხდება? აი მოგვიყევით სიტყვით ვინ ვის რა უთხრა და თქვენ რა გითხრეს?
ესე დეტალები არ მახსოვს. მაგის სტენოგრამა არსებობს მე მგონი ქავდოთორი. რისი სტენოგრამა არსებობს ბატონო? ეზერაშვილი და მერაბიშვილი როგორ გეგმავენ ომს, ამის სტენოგრამა სად არსებობს? აბა გისმენთ. რა თქვა თავდაცვის მინისტრმა? მოიწონა ეს გეგმა? თავდაცვის მინისტრის მოსენება არ მახსოვს მე. გენერალური შტაბის უფროსი ლაპარაკობდა ძირითადად. რას ლაპარაკობდა, რომ ეს გეგმა კარგია? აძლევდა კიდე მიმართულებას იმის საშუალებას, რომ ადგილზე ყველას თავისი შესაბამისი კუთხით ჩამოეყალიბებინათ პოზიცია. თქვენ ჩამოგცათ ამის საშუალება? კი, მე რაღაც კორექტირებები მქონდა კიდე. რა კორექტირებები გქონდა? სამშვიდობოებთან მიმართებაში სოფლების დაკორექტირება, რაოდენობა ხალხის მოსახლეობის, ბავშვები, მოხუცები. გამოსაყვანია ხალხი, ეს უთხარით? იყო ერთი პრიორიტეტი, ერთი მიმართულება, მერე გადაინაცვლა მეორე პრიორიტეტი გახდა, მერე უკვე აი გეგმის ცვლილება რასაც ქვია. იქვე თათბირზე. თათბირზე არა, თათბირზე ერთი იყო და მერე თათბირზე რა იყო ეს ერთი მიმართულება? ნუ ძირითადად ეს იყო, რომელიც არის ყველასთვის, სამხედროსთვის ეს არის ასვატირებული გზა, კარალეთი, ნუ რამდენად შეიძლება ამისი თქვა. რომ არ შეიძლებოდეს არ კითხავდით, გისმენთ? ნუ ცენტრალური მიმართულება იყო ორი გზით, იყო ერთი კარალეთი, ერგნეთი, მეორე იყო ვარიანი, ნიქოზი. და მერე კორექტირებაზე გენერალი რო საუბრობს, უკვე ის კორექტირება არის, რომელიც მერე დახურულ იმაში. ეს ორი მიმართულება. ამ თათბირზე რა იყო ვანო მერაბიშვილის პოზიცია? ვიცი, რაც იყოს ყოველთვის ჩუმათიჯდა, ვიცი, აფია ვთქვი. აპარაკი უჭირდა თუ რატომ ის? ეთყობა რა, ვიცი. ეთყობა? სულ ისეთი იყო და ესეთი ის იყო. ვიცი, ერიდებოდათ რაღაცების დაფიქსირება ეთყობა ჩემთან, თო გავდიოდი, გამოდიოდი, გავდიოდი. მე ხარ მომახსენებდა რა იყო. მე რაღაც მომიჩნდა. გადიოდნენ ესენი რეკავდეში? მე გავდიოდი ხშირად, როცა ვინგი რეკავდათ? კონკრეტი ზონიდან მირეკავდნენ. უფროსი სამხედრო ისენი უფროსი დამკვირვებელი. ეს ამ თათბირის დასასრულისკენ თქვენ ერთ-ერთი მინისტრი და კარგი იქნება თუ გაიხსენებთ რომელი იყო ამბობს რომ მე ყურაშვილს ნიშნავ ცხინვალის მიმართულებაზე. არ მახსენებ, მე გენერალი მოგავას გამივიცი ეგ. გენერალი მახსოვს. იქ გითხრათ თათბირზე? თათბირზე გითხრათ? არა, თათბირზეც არ იყო ეს. თათბირი რით დასრულდა? თათბირი რით დასრულდა? მიიღეს იქ გადაწყვეტილება და აამტკიცეს ეს მიმართულებები, ცენტრალური მიმართულება, მარჯვენა ფლანგი, მარცხენა ფლანგი, მოქმედების არეალი, მინდობილი ქვედანაყოფები. იგი შინაგანი ძალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით ცენტრალური მიმართულება უნდა განხორციელებულიყო ცხინვალი, ანუ, ხო? და მარცხენა და მარჯვენა ფლანგი ვისი იყო? მეოთხე ბრიგადა მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა დიდმუხა მუგუთი. ამოცანა იყო გადასულიყვნენ კუსირეთი კვერნეთზე, ზარის გზით ჩასულიყვნენ ჯავაზე, გუფთის ხითით ასულიყვნენ ჯავაზე. მარჯვენა ფლანგი, მესამე ბრიგადა, რომელიც მოქმედებდა პატარა ლიახვის ხეობით, უნდა გადასულიყო წვერიახოდან და იყო ის რა ქვია, გერის გზით და ანალოგიურად ასულიყვნენ ჯავის მიმართულებისკენ. და დმენისში შევიდა ერთი ბატალიონი დმენისისკენ უნდა დადროულიყო. რომ ვიწყებთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ეს ისეც ხელგულზე რო არ გითქვამთ, ეს ეხლაც დაადასტურეთ, იმიტომ რომ ნუ არა უნდა გვექნა პრაქტიკულად თქვით. იმპულსური იყო განცხადება. ორი სრულიად სხვადასხვა რამეა რა. არა, შეიძლება გამატება გავაკეთო. დადებითი მუხტი რო შემეხვნა. მივხვდით, აი, თქვენ ხო ვიძახით, რომ არ მქონდა ევაკუაციის საშუალება. ეს სიგნალი იყო. მე ძალიან ასოცირებული ვიყავი კონფლიქტის ზონაში ყველაზე მეტად, ყველაფერთან და მოსახლეობა ჩემ განცხადებას ძალიან გულთან ახლოს იღებდა. ეს განცდა მე მქონდა, რომ ვერ შევძელი ზუსტად მიტანა მის სამართზე, რომ ეს გასაკეთებელია. ამითი მაინც შევეცადე და ეს სიგნალი იყო მოსახლეობის, რომ დაძრულიყო. ამის მერე უფრო დაიძრა ხალხი. აი ეს განცხადება რო გავაკეთო. როდესაც იმდროინდელი ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ჯარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიქცა და ვერც გაიგეს, საიდან გაიქცა და მე აღმოჩნდა ის ცნობილი კადრები, რაც აღმოჩნდა, რომ თავის დაცვას გაექცა. აი ამან როგორი რა მდგომარეობა მოახდინა ჯარის სულისკვეთებაზე?
როცა თავის უმაღლეს მთავარსარდალს გაქცეულს უყურებენ და შეშინებულს და დამფრთხალს. არის მეთაურები, რომლებიც მისდიან მაგალითს სამწუხაროდ ვერ არის. იძახიან ღმერთმა დაგვიფარავს. იძახიან მეთაურები არიან, რომლებიც იძახიან მომყევით. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩვენი ქვეყნის მაშინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, როგორ დაახასიათებთ? ეს იყო უმაღლეს მთავარსარდალი წადით თუ უმაღლეს მთავარსარდალი მომყევით? მომყევით. ერი მიყვა მაგას. კარგი, ეხლა დიდი მადლობა, რომ საერთოდ ესეთი ობიექტურები ხართ და ხედავთ ყველაფერს. აი, დიდი მადლობა თქვენ, კაბადონთია. მე კიდე ბოდიში ვხდი, რომ რაღაცნაირად გამოვედით. კონსტიტუციური უსაფრთხო წესრიგის აღდგენა. ეს ტერმინი თქვენით მოიფიქრეთ იმ წუთში თუ სადმე ეს კიდევ გაჟღერდა მანამდე. საიდან მოიფიქრეთ ეს ტერმინი? ჩემით ვისაუბრე. ეს განცხადება რო გააკეთეთ, მე ხომ არ გისაყვედურათ ვინმე, ასე რატომ თქვიო? კი, რა თქმა უნდა. ვინ გისაყვედურათ? მაგრამ იმაზე გააკეთა განცხადება სააკაშვილმა, რომ ბრიყული განცხადება იყო თუ რაღაცა. ბრიყვი გიწოდათ. ხართ ბრიყვი? ბრიყული განცხადება გააკეთა. ბრიყულ განცხადებებს ბრიყვები აკეთებენ. ხართ ბრიყვი? არა, ნამდვილად არა ვარ. მაშინ რატო გიწოდათ ბრიყვი უმაღლესმა მთავარსარდალმა? კითხეთ მას, არ